საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი. ქალი და არჩევნები. თამილა დოლიძესთან ერთად. ყოველ ოთხშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე. როგორია ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში? რატომ არიან ქალები მცირედ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში? როდის ამოქმედდება კვოტირების მექანიზმი? რამდენი ქალი მოხვდება პარტიულ სიებში 8 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? რაც გვალავდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? როგორ ვიზრუნოთ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას? როგორია ქართული მედია გენდერულ ჭრილში? ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები. თამილა დოლიძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ. გადაცემა კვირაში ერთხელ 4 შაბათობით 17 საათსა და 10 წუთზე გადის ეთერში. თოქ-შოუს მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე ვუძღვები, შემოქმედებით ჯგუფში კიდევ 3 ადამიანი მუშაობს, ექსპერტი გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია, პროდიუსერი გურანდა დოლიძე და რეჟისორი ინგან არჩემაშვილი. გადაცემა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID-ისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის IFS-ის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IFS-ისა და USAID-ის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. დღეს კი ჩვენი გადაცემის თემაა ახალგაზრდების ჩართულობა გენდერული საკითხების პოპულარიზაციაში. ჩვენ დღეს 5 სტუმარს ველოდით, სამწუხაროდ მოვიდა მხოლოდ 3 სტუმარი. ამ წუთებში ჩემთან ერთად სტუდიაში სხედან რამდენიმე პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. ესენი არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან თომა ხალვაში, ახალგაზრდა რესპუბლიკელებიდან სანდრო სარუხანიშვილი და თავისუფალი დემოკრატებიდან მარიამ კვანტალიანი. ჩვენ ველოდით ქართული ოცნებიდან გიორგი ბოლქვაძეს და საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან გიორგი ჭიპაშვილს. თუ ვინმე შემოგვიერთდება, მობრძანდნენ სტუდიაში ჩვენ მათ ველოდებით. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. თუ დღეს საქართველოს პარლამენტში ქალების მხოლოდ 12%-ია წარმოდგენილი, 2016 წელს მათი რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. განცხადება 2 დღის წინ ქალთა სამუშაო ჯგუფის Task Force-ის წევრმა გააკეთა. ჯგუფმა საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო სიების გენდერული ანალიზის პირველადი შედეგები გააცნო. სამუშაო ჯგუფმა გენდერულ ჭრილში 7 საარჩევნო სუბიექტი განიხილა. ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკელები, სახელმწიფო ხალხისთვის, თავისუფალი დემოკრატები, დემოკრატიული მოძრაობა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. ბაია პატარაიას ინფორმაციით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიებში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია. მისივე თქმით, ქალები პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში 30%-ით მხოლოდ რესპუბლიკურ პარტიასა და თავისუფალ დემოკრატებს ხართ წარმოდგენილნი. პატარაია მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიებში განსხვავებული სქესის წარდგენა საკანონმდებლო წესით უნდა ევალებოდეთ. როდესაც ჩვენ საუბრობდით საკანონმდებლო რეგულაციის აუცილებლობაზე, მაშინ ამბობდნენ, რომ არ ჭირდებათ არანაირი კვოტები, ისინი ისედაც შეუწყობენ ხელს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას, თუმცა დღევანდელი ციფრები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. მხოლოდ 2 პოლიტიკურმა სუბიექტმა დაიცვა 30%-იანი კვოტა და მიიღო ფინანსური დანამატი, ეს არის რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები. რაც შეეხება აჭარის უმაღლეს საბჭოს, იგივე 7 პარტიის პროპორციულ სიებს გენდერულ ჭრილში თუ გავაანალიზებთ, შედეგი არც თუ ისე სახარბიელო იქნება. ქართული ოცნება პირველ ათეულში 2 ქალი მერვე და მეათე პოზიციებზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 ქალი მე-6 და მე-7 პოზიციებზე. რესპუბლიკელებს ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ყავთ პარტიულ სიაში. სახელმწიფო ხალხისთვის პაატა ბურჭულაძეს კი პარტიულ სიაში არც ერთი ქალი არ ახავს. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, მათ ათეულში 3 ქალი ყავთ, თუმცა მე-5, მე-6 და მე-10 პოზიციებზე. პატრიოტთა ალიანსი კი ათეულში სავარაუდოდ 3 ქალი ეყოლება, თუმცა პარტიას სიას მხოლოდ 9 ოქტომბერს გაასაჯაროებს. აი ასეთ სიტუაციაა პარტიულ სიებთან მიმართებაში და ახალგაზრდებს მინდა დაუსვა პირველი კითხვა. რა ხდება მეგობრებო, რასთან გვაქვს საქმე? თქვენი აზრით ეს დაბალი სამოქალაქო თვითშეგნების შედეგია თუ ისინი, ვინც სიებს ადგენენ, ქალებისთვის ადგილს ვერ იმეტებენ? აი თქვენ ახალგაზრდები ხართ, გიწევთ პარტიებთან მუშაობა, ხედავთ რასაკეთებენ ისინი, ანუ ხედავთ როგორ ადგენენ სიებს. აი, რაში არის საქმე? ძირითადად ვინ ადგენს სიებს? სანდრო, რესპუბლიკური პარტიიდან. მოგესალმებით.
რა თქმა უნდა, მე არ მჯერა რომ პარტიაში არ მოიძებნება ქალი, რომელიც შეიძლება ჩასვას სიაში, თუ მეჭიაური მოიძებნება, იქ მოიძებნება ჩვეულებრივი ადამიანიც. შესაბამისად, ყველა პარტიაში არის ქალი, რომელიც შეიძლება ჩაისვას ყოველი მეორე, ყოველი მესამე სიაში. თქვენ თქვით კულტურა არის თუ პარტიული სიებში არ სვამენ. ხო, თვით შეგნება. მე ვერ განვაცალკავებდი ამ ორ რამეს ერთმანეთისგან, იმიტომ რომ პარტია დამოკიდებულია ამ მრჩეველზე და შესაბამისად რომ გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში, მას სჭირდება კარგი სია. ხოლო პარტიებს გონიათ უმეტესად რომ კარგი სია არის თუ ის იქნება მარტო მამაკაცებით დაკომპლექტებული ან შიგადაშიგ ეყოლება ქალები. მოსახლეობაში არის ისეთი განწყობა, თითქოს ქალებს არ ენდობია მოსახლეობა, მაგრამ უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც კვოტირებაზე მიდგა საქმე, მოსახლეობამ განაცხადა, რომ ემხრობოდა კვოტირებას, კვოტირების საკანონმდებლო რეგულირებას, ასევე თვითმმართველობის არჩევნებზე უმეტესი მოვიდა ქალბატონი, 51% იყო ქალი. იყო ასეთი სტატისტიკა გაკეთებული. ხო, შესაბამისად ეს არის პოლიტიკური ნება, პარტიებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომ ჩასვან სიებში ქალები, თუმცა საქართველოს არის მასკულინური გარემო, შესაბამისად ქალებს არ ენდობიან, არის შეხედულებები, რომ ქალი უნდა იყოს კუხნაში, არის შეხედულებები, რომ ქალი საჭესთან არ ვარგა, ქალი ვერ იქნება პრეზიდენტი, ის სამხედრო სამსახურს ვერ გაწევს, ქალის მოვალეობა ამ დროს ორჯერ ყავდა ჩვენ ქალი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ორჯერ იყო ქალი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ სტერეოტიპებისგან და ეს იქნება ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისაკენ, იმიტომ რომ ქალები აუცილებელი არის წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში, იმიტომ რომ პარლამენტი უპირველეს ყოვლის არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ითავსებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებსაც. შესაბამისად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქართველოში დემოგრაფიულად წარმოადგენენ ქალები და აუცილებელია მათი წარმოდგენა ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. და ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში ალბათ. ბატონ თომა, მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საუბარი და არა მხოლოდ საუბარი. აუცილებელია გატარდეს ქმედი ღონისძიება იმისთვის, რომ მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში. მე ვერ შევეხები ვერავის თვითშეგნების დონეს, რასაკვირველია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში განსაზღვრავს იმას, რომ უფრო მეტი კეთილშობილება შემოვა პოლიტიკაში. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს გაცილებით უფრო მოქნილი იმ კუთხით, რომ ქალი პოლიტიკაში ჩემი აზრით არის ზუსტად ის, რაც დღევანდელ გარემოს აკლია. მათ შორის როგორც წარმომადგენლობით ორგანოში, ეს იქნება აჭარის უმაღლესი საბჭო, ეს იქნება საქართველოს პარლამენტი და არა მხოლოდ, ასევე თვითმმართველობაში ვფიქრობ, რომ მეტწილად ქალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და ის კვოტირების სისტემის ინიცირება, რომელიც მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ გაითავისოს ეს და მიიღოს მასში მონაწილეობა. რაც შეეხება ჩვენ პოლიტიკურ ორგანიზაციას, დიახ, ჩვენ გვყავს ქალები პოლიტიკაში. და ჩვენ ის ორგანიზაცია საპარლამენტო სიაში წარმოდგენილი 35%-მდე გვაქვს ჯამში და ეს ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ არა საუკეთესო. მე თუ მკითხავთ 50-50-ზე უნდა იყოს წარმოდგენილი, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად კიდევ ერთხელ ვამბობ. ჩვენ მოდით ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენ საქართველოს აღმშენებლობის ისტორიაში გვყავდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალბატონი, რომელმაც შექმნა ის, რაც დღეს გვაქვს. ეს იყო ქალბატონი ეს იყო თამარ მეფე და ვფიქრობ, რომ ზუსტად ქალის ძირითადი მოვალეობა, ერთ-ერთ ძირითად მოვალეობას უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ჩართულობა, ის გახლეჩილობა, რაც საზოგადოებას გვაქვს. ეს უნდა გაამთელოს ქალმა. მანდილის მატარებელი არ არის მხოლოდ ქალი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას და ორგანიზაციაში არსებულ საკითხებს, რომელიც გენდერულ ბალანსს უკავშირდება, ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში შევძელით და ჩამოვაყალიბეთ ქალთა ორგანიზაცია, რომელშიც ქალბატონი ასმათ დიასამიძე არის ხელმძღვანელი, რომელშიც ასეულობით ქალი არის გაწევრიანებული და მხოლოდ გაწევრიანება არ ხდება. რამოდენიმე დღის უკან მათ შეძლეს და ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები და ღონისძიებები შეაჯამეს, დაგეგმეს საშუალოვადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები იმისთვის, რომ მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში. რასაკვირველია. მარიამ, თავისუფალი დემოკრატებიდან მარიამ კვანტალიანი. აი მარიამ, როგორ ფიქრობ, როცა ციებს ადგენენ მამაკაცები, ვერ იმეტებენ ქალებისთვის ადგილს თუ რა ხდება? აი თქვენთან, თქვენს პარტიაში 30%-იანი ბალანსი არის დაცული,
ოღონდ ადგილები არ არის ისე გადანაწილებული, თქვათ, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში. ანუ ყოველი მესამე კი არ არის, მეხუთე, მეექვსე და მეათე. აი, რატომ მოხდა ასე, ან რა ხდება ზოგადად? დიახ, მოგესალმებით. ანუ ჯერ თავიდან ვიტყვი იმას, რომ თვით სამოქალაქო თვით შეგნებაზე, მე მგონი დღესო ჩვენ ვხედავთ და ამ თემაზე ვსაუბრობთ. ესეც სამოქალაქო თვით შეგნების ბრალია. ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ აი როგორც აღნიშნეს თომა და სანდრომ, ქალების უმრავლესობა დამოკიდებული არის აზრზე თავისი მეორე ნახევრის იქნება ოჯახის წევრის მამრობის სქესზე მოხს ამ შემთხვევაში საუბარი. აუცილებლად ყოველთვის დღემდე მესმის რომ ითვალისწინებენ იმ აზრს, რომ და რაღაც კომპლექსები უყალიბდებათ, როგორ შეიძლება ითქვას. და ამიტომ იხევენ უკან რომ აი არ წავიდნენ პოლიტიკაში მგონი ანუ ბევრი ფაქტორი აქვს ხელის შემშლელი კი ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია რატომღაც ბოლოს უკვე თვითონაც წმუნდებიან რომ არა მინდა პოლიტიკაში პოლიტიკა არ არის ქალის საქმე არა და ამ დროს მე ბევრ ადამიანს ვიცნობ ისეც რომელსაც უნდა პოლიტიკაში მოსვლა მაგრამ იმიტომ ვერ მოდის რომ აი სიებთან დაკავშირებით რაც კითხეთ სიებში ვერ ხვდებიან და ამიტომ ვერ მოდიან ჩვენ შეთავაზება ქალბატონებთან აი საინტერესოა უმრავლესობამ ვისაც შევთავაზეთ ამჯობინა არასამთავრობო ორგანიზაციებში დარჩენა რაც ვისაუბრებთ უფრო ცალ შემდეგ ალბათ ეს ერთ-ერთი ის იყო მიზეზი თუ სიაში არ მოხვედრის ხო შეიძლება ჩემი ნება რო იყოს ყოველი მესამე კი არა ალბათ ყოველი მეორე ქალი იქნებოდა სიაში ანუ გავიგეროს თომამ თქვა რომ 50-50-ზე გავაკეთებდი გენდერულად გავათანაბრებდი სიებსო თქვენ ამბობთ რომ ყოველი მესამე ანუ ყოველი მესამე განსხვავებული სქესით შესაძლებელია პირველი ორი ქალი იყოს და მესამე იყოს კაცი ასეთ შეიძლება სანდრო თქვენ მე რომ პარტიის ხელმძღვანელი ვიყავ როგორ დავაკომპლექტებდი დიახ საინტერესოა. იმდანაც რამდენადაც მე ფემინისტი ვარ, ალბათ ყველას ქალს ჩავსვამდი, მაგრამ ეს შეუძლებელია პრინციპებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ყოველი მეორე განსხვავებული სქესი უნდა იყოს, მაგრამ თუ ყოველი მესამე იქნება განსხვავებული სქესი და პირველი ორი ქალი იქნება, შემდეგ კაცი, მე შემდეგ ორი ქალი იქნება, შემდეგ კაცი, ეს უკეთესი იქნება ჩემი აზრით. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად. აი აუცილებლად უნდა გკითხოთ სამოქალაქო განათლებაზე, იმიტომ რომ თქვენ ახალგაზრდები ხართ, მომავალი თაობა ხართ ჩვენი ქვეყნის და ზოგადად თქვენ უნდა აშენოთ შემდეგ ჩვენი ქვეყანაში არა მარტო სახელმწიფოებრივი წყობა უნდა სახელმწიფოებრივ წყობაზე უნდა ეზრუნოთ, არამედ პოლიტიკაც თქვენ უნდა შექმნათ, არა? და მაინტერესებს აი გენდერული თანასწორობის თემაზე სწავლება უნივერსიტეტებში სკოლებში როგორ არის, როგორ ფიქრობთ, რამდენად მწვავე დგას ეს საკითხი სასწავლო დაწესებულებებში? იმ სასწავლო დაწესებულებებში თუნდაც სადაც თქვენ სწავლობდით ან სწავლობთ? ისე დავამთავრე სკოლა და ისე დავამთავრე უნივერსიტეტი, რომ სწავლება როგორც ეს გენდერული თანასწორობა არ ყოფილა, მაგრამ სამოქალაქო არ მახსოვს. აუცილებელია, მე ესე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს სკოლებში და როგორც სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი, ვთქვათ, მეზობლის 5 წლის ბავშვი არ უნდა იყენებდეს დამცინავ სიტყვად გოგო. დიახ. ეს არის ჩემთვის უკიდურესად მტკივნეული თემა, იმიტომ რომ როცა ვხედავ რომ ბავშვი დარბის და გოგო რაღაცა ცოტა ისე ჟღერს უხეშად და ცუდად. საჭირო აუცილებელია რომ სკოლებში იყოს გენდერული ამ ხრივ განათლება. უნივერსიტეტებში ჩატარდეს შეიძლება ბევრი ტრენინგი, ბევრი კურსები გაიარონ. შეიძლება ვთქვათ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზეც დაამატონეს კონკრეტული, მაგრამ ხო აი რატომღაც არ არის, იმიტომ რომ მე გენდერული თანასწორობა როგორც ასეთი გავიგე დაახლოებით მესამე კურსზე საფუძვლიან თორე, ნუ მანამდე მქონდა წარმოდგენა ახაც. მე ახლა მასწავლებს რომ შემოგვიერთდა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი პატრიოტთა ალიანსიდან ვთხოვოთ სტუმარს ეთერში და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი თემაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად ყოველ ოთხშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე. თომა, აი თქვენ როგორ მიხვედით თქვათ იმ მომენტამდე რომ გენდერული ბალანსი არის აუცილებელი
თქვენ გასწავლიდნენ ამას თუ პარტიაში ისწავლეთ თუ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც მოტივირებულია განვითარებაზე, მას საერთოდ არ ჭირდება სწავლება და ყოველდღიურად იმის განცდა, რომ იცით რა, აუცილებელია რომ გენდერული ბალანსი დავიცვათ. ეს უნდა იყოს ადამიანიდან გამომდინარე. ჩემ შემთხვევაში ეს ანალოგიურია, მაგრამ არაერთი ტრეინინგი თუ სემინარი, მათ შორის როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც გამივლია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვარ სერტიფიცირებული ტრენერი კომუნიკაციებთან დაკავშირებით და კომუნიკაცია არ არის სხვა არაფერი თუ არა გენდერული ბალანსის ერთ-ერთი კონკრეტული მიმართულება. ჩვენ სამწუხაროდ სტერეოტიპად და დოგმად იქცა ის საკითხები, რომ ქალის ჩართულობა სამოქალაქო განვითარებაში არის ძალიან დაბალი. ეს საერთოდ არ არის, მე ვფიქრობ. მხოლოდ აჭარაში თუ მთლიანად საქართველოში? მთლიანად საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადადგმული იმ კუთხით, რომ ყველა ქალს მიეცეს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. ყველა ქალს აქვს იმის საშუალება და უფლება, რომ დღეს მონაწილეობა მიიღოს როგორც სამოქალაქო, ასევე პოლიტიკური მიმართულებით სხვადასხვა სახის აქტივობების ღონისძიებების გამართვაში. და კონკრეტულად ჩემი ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ყოველთვის არის მოტივირებული ამ მიმართულებით, რომ მეტი გამოცდილება გაუზიაროს შედარებით უფრო პატარა თაობას, იმისთვის, რომ მათი ჩართულობა, მათ შორის როგორც ჩემთვის მიუღებელი ტერმინი სუსტი სქესის ჩართულობა აუცილებლად გაზარდოს იმისთვის, რომ უკეთესი გარემო კიდევ ერთხელ გამიორდები და ვიტყვი, რომ უფრო კეთილშობილი გარემო შექმნას იმისთვის, რომ ადამიანებმა მოახდინოთ თანაცხოვრება ძალიან კეთილშობილ გარემოში. გენდერულად დაბალანსებულ გარემოში. თუმცა მე შემიძლია როგორც ექსპერტმა გენდერის საკითხებში ვთქვა, რომ გავაკეთო ასეთი ანალიზი, რომ დღეს უფრო უკეთესი მდგომარეობა არის, ვთქვათ, ვიდრე 10 წლის წინ, 5 წლის წინ. თუნდაც 3 წლის წინ, იმიტომ რომ მე 12 წელია ვმუშაობ ამ თემაზე, 20 წელია ვმუშაობ არასამთავრობო სექტორში და 12 წელია ამ თემაზე და მე შემიძლია ამ გადმოსახედიდან ვთქვა, რომ დღეს ბევრად უკეთესი სიტუაცია ამ ხრივ. სანდრო, მე მახსოვს თქვენი გამოსვლა ქალთა ფორუმზე, თქვენ საუბრობდით თქვენს ბავშვობაზე. აი მინდა რომ რადიო მსმენელს მოუყვეთ ეს მაგალითი, იმიტომ რომ ხო იცით, ნათელი ეს კონკრეტული ცხოვრებისეული მაგალითები ბევრად უფრო მისაღებია ალბათ რადიო მსმენელისთვის. აი თქვენი და თქვენი ოჯახის დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის პრინციპისადმი. თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ ასეთი მაგალითები. რა თქმა უნდა, სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს, უნივერსიტეტებშიც უნდა ისწავლებოდეს და არა მარტო სწავლება, არამედ სახელმძღვანელოებიც უნდა შეიცვალოს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სახელმძღვანელოებში ექიმი ყოველთვის კაცია და ექთანი ყოველთვის ქალი, მეხანძრე ყოველთვის კაცია და ის რაც სტერეოტიპულად არის გამეფებული საზოგადოებაში, ის არის წარმოდგენილი ასახული სახელმძღვანელოებში. ჩემი მაგალითი პირადად ანუ გოგონა აუთოებს და ბარს ყოველთვის უჭირავს თუ გინდათ რეკლამებში სარეცხი მანქანის რეკლამა, სარეცხი ფხნის რეკლამა როა, იქ ყოველთვის ქალია წარმოდგენილი და არა მამაკაცებსაც შეუძლიათ ჩვენურად გარეცხონ, ხო? ასევე ჩემი ნათესავი 5 წლის ბავშვი, რომელმაცაც უთხარ შენ პრეზიდენტი უნდა გამოხვიდე, მიპასუხა რომ მე პრეზიდენტი ვერ გამოვალ და რატომ რო ჩავეკითხე, მითხრა რომ იმიტომ რომ მე გოგო ვარო. ეს 5 წლის ბავშვმა მითხრა. შესაბამისად რაღაცა ხდება, რაღაცა პრობლემა არის ოჯახებში, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მოვდივართ ოჯახები და როდესაც ბავშვი ვიყავი, და წავიკამათეთ მე და ჩემმა და მე უთხარი რომ როდესაც გავიზრდები ეს სახლი ჩემი იქნება მეთქი. მაშინ დედაჩემმა მითხრა რომ შენ და შენი დაც თანასწორ უფლებიანები ხართ, ორივე ჩემი შვილი ხართ და ეს სახლი ორივესიაო. ასე თუ არ აღზარდეს ბავშვები ოჯახებიდანვე, თუ არ უთხრეს რომ მამაკაცის და ქალის თანასწორ უფლებიანები არიან და ერთნაირი უფლებები აქვთ, კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. ქალები იზრდება ისე რომ ის არის მხევალი, ის არის კაცის პირველი ნახევარი, ახლა შეარბილეს და პირველი. თუმცა ჩემს ოჯახში ასე არასდროს არ იყო, შემიძლია ვთქვა. არის ოჯახები, სადაც ესე არ იყო. ქალს თუ ის ყოველთვის იზრდება, ის ჯერ არის ძმის დამხმარე, შემდეგ გაიზრდება და ქმრის დამხმარე, შემდეგ შვილები უნდა აღზარდოს და რაღაცა დისბალანსია ისეთ ფუნქციებს აკისრებენ, რაც თქვათ შეუძლია მამაკაცსაც გააკეთოს. ასევე ქალი თუ მუშაობს, ის სახლში ბრუნდება და ისე საოჯახო საქმეებს აკეთებს, რაც შეიძლება ისე მამაკაცმაც გააკეთოს, მაგრამ აღზრდის ბრალიცა ეს არა მარტო სკოლებში, არამედ ოჯახებში. ანუ ჩემს ბავშვობაში იყო მამაკაცი მოდიოდა და გაზეთს კითხულობდა, დღეს მამაკაცი უკვე კომპიუტერთან ჯდება და გაზეთს შეცვალა კომპიუტერმა. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. ჩვენ შემოგვიერთდა ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან ქრისტინა პამბა.
მოგესალმებით ქრისტინა და აი იმიტომ აღარ ჩაგეკითხეთ წეღან რომ მოგესმინათ რაზე საუბრობდნენ ჩვენი სტუმრები. ჩვენ საუბრობთ იმაზე თავდაპირველად ვისაუბრეთ სიებზე, იმეტებენ თუ არა ამ სიებში ადგილს მამაკაცები ქალებისთვის, თუმცა ახლა საუბრობთ იმაზე, რამდენად წვავედგა სასწავლო დაწესებულებებში გენდერული თანასწორობის თემატიკა და როგორ ისწავლება. აი თქვენც იყავით ალბათ მოსწავლე, სტუდენტი და როგორ თქვენი შეხება ამ საკითხთან და თქვენი დამოკიდებულება და რას ფიქრობთ რა უნდა შეიცვალოს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე ვფიქრობ, რომ გენდერული თანასწორობა ყოველთვის უნდა იყოს დაცული. მოვიყვან მაგალითს, რომ ჩემი სწავლის პერიოდში იყო რაღაც ძალიან დიდი პრობლემები, რომელიც არ იყო დაცული. დღესდღეობით გავარესებული არაფერი არ არის, იმიტომ რომ ადრე იყო წლები, მაგალითად, ეხლა მე გახლავართ 21 წლის, წლების განმავლობაში იყო მართლაც ძალიან დიდი საშინელება, იმიტომ რომ არ იყო დიახ, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ არ ნიშნავს იმას, რომ რადგან მე ქალი ვარ, მამაკაცმა არ უნდა აკეთოს რაღაცეები. მე თუ მაგალითად გავაკეთე საჭმელი, ან დავრეცხე ჭურჭელი, მაგალითი მომყავს ჩემი ელემენტარული, ეს მამაკაცმა არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ბევრი ესეთ რაღაცას არ აკეთებს. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეგრეხებათ და არცაა დაცული, მართლაც ესეა. ყოველთვის მამაკაცი და ქალი უნდა იყოს თანასწორი. და ამიტომ ამ შემთხვევაში მაგალითი იმისა კიდე მყავს, რომ ნათესავი, რომელიც დაუჯახდა ქალი და ძალიან რთული სიტუაცია აქვს. იმიტომ რომ კაცი სულიად სხვანაირი არის, არ აქვს დამოკიდებულება, ანუ არაფერს არ აკეთებს, უნდა აკეთოს მარტო ქალი უნდა იყოს კუხნაში და კაცი ჩვეულებრივად გადის, მუშაობს, არაფერს არ აკეთებს. ეს არის სისასტიკე. მე ვფიქრობ, რომ ესე არ უნდა იყოს. დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი აზრი, ქრისტინა. მაგრამ არ მინდა რომ ჩვენს გადაცემაში კაცებზე მხოლოდ ცუდი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენ გენდერულად დაბალანსებული გადაცემა უნდა გქონდეს და აქედან გამომდინარე მე ძალიან ბევრ ღირსეულ მამაკაცს ვისნობ, ისევე როგორც ძალიან ბევრ ღირსეულ ქალს, უბრალოდ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალები ვერ მოხვდნენ პარტიულ სიებში. მე შემიძლია ანალიზიც გავაკეთო იმ ხრივ, რომ მე მიმაჩნია, რომ წლევანდელ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩემი აზრით, მე ვფიქრობ, იქნება მხოლოდ ერთი ქალი, რა ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ისეთ პოზიციებზე, გამსვლელ პოზიციებზე, როგორებიც არის, ვთქვათ, პირველ, მეორე, მესამე ადგილი, ახლა რესპუბლიკელებზე არ ვსაუბრობ, მესამე, მაგრამ აი გავა კი ის მესამე ქალი, დიახ, ეს მე გეტყვით, არა, ერთი არ გვეყოლება, ორი გვეყოლება აუცილებლად სულ ცოტა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პარტიული სია ისე არის დაკომპლექტებული, ისე ძლიერი კანდიდატები. ანუ მეხუთე ნომერი გყავთ თქვენ ქალი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ იმ წარმოადგენელ სიის უმრავლესობას, დასაკვირველ მაჟორიტარობას, ქალბატონ ნინო უნიჭიერესი ადამიანი, რომელიც ყველა სახის სტერეოტიპს არღვევს, რაც უკავშირდება გენდერულ ბალანსს, გამომდინარე იქიდან, რომ უშრეტი ენერგიის პატრონია, ძალიან განათლებული. და არ გვეყოლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი არ გვეყოლება, სულ ცოტა ორი გვეყოლება, დანარჩენი პარტიები საზრუნავია თუ რამდენს გაიყვანებენ ისინი. დიახ, მადლობთ თომა, ეს თომა ხალვაშის აზრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. მარიამსაც უნდა თავისი აზრი დემოკრატებსაც გყავს უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ბერაძე. ეს საქართველოს პარლამენტშია ნინო ბერაძე. საქართველოს პარლამენტში, მაგრამ საკრებულოში დღესდღეობით საკრებულოს წევრი არის და აი ზუსტად ქალბატონი ნინოს ბათუმის საკრებულოში ორი ქალია 25 კაცში. ეს იცით ძალიან ცუდი მაჩვენებელია. ცუდი მაჩვენებელი, იმედია რომ გაიზრდება, ეხლა ის 30% ჩვენ რაც წარვადგინეთ ამ არჩევნებზე, იმედი მაქვს რომ მომავალ არჩევნებზე გაიზრდება და ამაზე იზრუნებს ყველა ვინც მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილები გადანაცვლდება, თუმცა ქალბატონი ნინოს მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ აი ზუსტად ქალბატონი ნინოს პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ვარჩევთ ყველა ქალბატონს, ვინც მომავალში იქნება უმაღლეს საბჭოში თუ ეს იქნება პარლამენტი. განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიას ხელმძღვანელობს ქალბატონი ნინო. ქრისტინა, მე იმიტომ არ დაგისვით თქვენ კითხვა, რომ მე როდესაც საუბარი მქონდა თქვენი პარტიის წარმომადგენელთან, მე ასე მითხრეს, რომ 9 ოქტომბრამდე სიები არ გასაჯაროვდება, ოღონდ 3 ქალი ყავს ათეულშიო და აი იქნებ გვითხრათ ვინ არიან ეს ქალები და 10 კაციან სიაში ისინი რომელ ადგილებს იჭერენ. ახალგაზრდულში არის ესე იგი სულადაცული გენდერული თანასწორობა საქართველოს პატრიართა ალიანსში. ჩვენი პარტიის მაჟორიტარის კანდიდატები ქობულეთის ოლქში, ბათუმის ოლქში, ქედახულოს-შუახევის ოლქში, სწორედაც რომ წარმოადგენენ ქალბატონები. დიახ. ქობულეთში იამის ხიძი არის, რომელიც სოფლის მეურნეობის უმაღლესი ხარისხის მქონე პროფესორი არის. ასევე ბათუმის ოლქში არის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი მსოფლიო ჩემპიონატი და
გამოჩენილი ქართული წარმოვარჯიშე რუსუდან სიხარულიძე. ქედახულოს შუახევის ოლქში პედაგოგი და მრავალი თაობის ამღზრდელი მადუნა სოლომონიძე. ასევე პატრიართა ალიანსი ასევე ანიჭებს უპირატესობას ქალბატონების აქტიურ ჩართულობას, რომელიც ანუ თქვენთანაც 20%-იანი პარიტეტი არის დაცული. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილად ოლიძესთან ერთად. მე ახლა ცოტა გრძელ კითხვას დაგისვამთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ კი არა, ან მოკლედ მიპასუხოთ ძალიან მოკლედ კითხვაზე, რომ უფრო ბევრი კითხვის დასმა მოვასწრო. აი, ახალგაზრდებო, თანხდებით იმაზე, რომ გენდერული პოლიტიკის განვითარების საბოლოო მიზანი არის საზოგადოების ყველა წევრს, განსხვავებულად სქესისა, რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა კონდეს ქვეყანაში არსებული რესურსებისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა. მე ვფიქრობ, ჩვენთან ასეც არის, უბრალოდ პარტიულ სიებში ვერ ვინაწილებთ მხოლოდ ადგილებს. დანარჩენში მე არ ვფიქრობ, რომ დისკრიმინირებულები არიან, თქვათ, ან ეთნიკური წარმოშობის ადამიანები, ან სხვა რასის წარმომადგენლები, მიუხედავად იმისა, რომ აქ მრავლად არ არიან აჭარაში წარმოდგენილნი, ხო? და ზოგადად გენდერული თანასწორობის მაღალი დონე ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი დონის მაჩვენებელია. თანხდებით ამაზე, არსებობს ევროკავშირთან რატიფიცირებულია ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულება, რომელშიც შავი თეთრზე წერია 3-დან 8 წლამდე ქვეყანამ უნდა მიაღწიოს გენდერულ ბალანსს. ერთი წელზე მეტი გავიდა, ანუ 2-დან 7 წლამდე რჩება. ანუ მე ვფიქრობ, რომ მომდენო საპარლამენტო არჩევნებისთვის ალბათ რაღაც სურათით შეიცვლება. აი, როგორ ფიქრობთ, რა კრიტერიუმით ხდება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სიძლიერის შეფასება? რა არის ეს კრიტერიუმები? აი, რაც იქნებ ჩვენ ქალებმა ვიცით და იქნებ მამაკაცები ჯერ ვერ მიხვდნენ ამას და იმიტომ არ გვწერენ ქალებს პარტიულ სიებში. რა არის ეს კრიტერიუმები? აბა სანდრო გისმენთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სტატისტიკა, პარლამენტში რამდენია და ქალი ხდება ადგილობრივ თვითმმართველობაში, რამდენად ქალი ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამის შეჯამება და ანალიზია საჭირო, ასევე საჭიროა იქნეს განხილული პარტიების მიერ წარმოდგენილი პროგრამები, თუ რამდენად არის დაცული გენდერულად სენსიტიური თემები, ასევე სახელმწიფო რა პოლიტიკას ატარებს ამ მხრივ, ამის შეფასების შედეგად შეიძლება განვიხილოთ, თუ რამდენად ძლიერია საქართველოში გენდერული პოლიტიკა. დიახ. თუ შევადარებთ საქართველოსა და შვედეთს ამ მხრივ, ჩვენ ნახავთ, რომ ჩვენ მე-19 საუკუნეში ვართ ამ პოლიტიკის მხრივ. მადლობთ სანდრო, თომა თქვენ. ძალიან საინტერესოა იმ კრიტერიუმებზე საუბარი, რომელიც ამ მოცემულ სიტუაციას უფრო გააკეთილშობილებს. მე ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, რომ დღესდღეობით საჯარო სამსახურებში სამწუხაროდ ხდება ისე, რომ უმრავლესობა წარმოდგენილი ვართ მამაკაცები. და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია. ყველა მდივნის პოზიციაზე არის ქალი რატომღაც და ეს მე ვფიქრობ, რომ სრულიად მარაზმია. ჩემს შემთხვევაში რამოდენიმე კომპანიის მენეჯერი ვყოფილ ვარ და ვარ. არც ერთ შემთხვევაში არ მყოლია ქალი მდივანი. მე ზოგადად დივანი არ მჭირდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს მომენტი არის ძალიან ისეთი ქაოსთან დაკავშირებული, ქაოსში იგულისხმება ის, რომ დღეს წარმატებული ბიზნეს კომპანიები, რომლებიც ჩვენ გვყავს, უმრავლესობა მათგანი წარმოადგენს ქალებს. და ვფიქრობ, რომ ქალების მიღები რამდენია? მათ შორის უმრავლესობა, რაც შეეხება ბიზნესს, არის გადაწყვეტილების მიღები. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ირგვლივ ესე ხდება. ჩემი აზრით, იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩართულობა ქალების, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ, ეს კრიტერიუმი არ არსებობს. ჰაერიდან არ მოდის ეს კრიტერიუმი, არის ქმედითი ღონისძიება უნდა გატარდეს, მათ შორის როგორც ზოგად განათლებასთან მიმართებაში, ასევე სამწუხაროდ წეღან ვარყავი, რომ ეს სამოქალაქო თვითშეგნებაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვთქვა, სამოქალაქო თვითშეგნება თუ გაიზრდება და ჩვენ დავწმუნდებით იმაში, რომ ქალებს გაცილებით დიდი როლი აქვს ჩვენს ცხოვრებაში, არა მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრებაში, არა მხოლოდ ყოფით ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაშიც. ამ კონკრეტულ საკითხში თუ დავწმუნდებით და გავითავისებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კრიტერიუმი, ზუსტად ეს კრიტერიუმი იქნება იმისთვის, რომ ის 3-დან 5 წლამდე, 3-დან 8 წლამდე რა კონკრეტული საშინაო დავალებაც გვაქვს, მიღწეული იქნება და ჩვენ, როგორც ევროპის ნაწილი, საბოლოოდ შევძლებთ იმას, რომ ვიყოთ ერთიანი დიდი ოჯახის წევრი და ჩემი აზრით ვართ კიდეც, რომელსაც ევროპა ქვია, დასავლეთი და განვითარება ქვია. სანამ მარიამთან გადავიდოდე იგივე კითხვით, რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილად ოლიძესთან ერთად. მინდა რადიო მსმენელს სტატისტიკად შევახსენო. მომავალ წელს არის თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ უკვე ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს არჩევნებიც არ გაგვივლია. და თვითმმართველობაში აჭარაში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა თვითმმართველობებში
ქედასა და ხულოსა და შუახევის რაიონში მხოლოდ თითო დეპუტატია ხალი, ქედაში 2, ბათუმში 2, ხელვაჩაურში 2 და ქობულეთში ისიც 35 დეპუტატში არის 5 ხალი. ქობულეთში შედარებით უკეთესი მდგომარეობა და აჭარის უმაღლეს საბჭოში, რომელიც დაასრულებს მუშაობას წელს 4 ხალია. არ მინდა რომ 4 ხალზე ნაკლები იყოს მომდევნო აჭარის უმაღლეს მომდევნო საბჭოში. იმედია არ იქნება, მაგრამ ზოგადად რო გადავხედოთ ციებს, მე ვფიქრობ, რომ 4 ხალამდე ვერავაც ლევანდელი უმაღლეს საბჭო და აი მარიამ, აბა მითხარი, რა კრიტერიუმებით ხდება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის სიძლიერის შეფასება, რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ? ქართველებმა, ახალგაზრდებმა, თქვენ რა უნდა ისწავლოთ? აი ზუსტად ეგ მინდოდა რომ მე თქვა, მხოლოდ მაშინ შევძლებთ სამართლიანი საზოგადოების შექმნას, როდესაც ყველა მოქალაქე შეძლებს განვითარება და საკუთარი პოტენციალის ამაღლებას ბოლომდე რეალიზებას. ამ ყველაფრის მიღწევა კი შესაძლებელია ქალთა გაძლიერებით და ქალთა გაძლიერებით, ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ მაქსიმალურად უნდა ამ მოქმედეს დამუშავდეს კვოტირების მექანიზმი და ყველა პარტიას უნდა დაეკისროს ვალდებულება 30%-ზე მეტი რაოდენობა იყოს არჩევნებზე ქალები წარმოდგენილი და აი წახალისების მექანიზმი აქვს მე მგონი ამ თქვენ რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს წინა არჩევნებში ქონდა ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ვიცი, არა, ეს 30%-იანი. კვოტირების მექანიზმთან დაკავშირებით გავიგეთ თქვენი აზრი. აი ქრისტინა, როგორ ფიქრობთ, კვოტირების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს თუ არ უნდა ამოქმედდეს? კვოტირების მექანიზმი არის დროებითი ზომა, არის ისეთი ზომა, რომელიც თქვათ ავალდებულებს პარტიებს რომ ყავდეთ რაღაც კვოტით ან 30%-ით ან 40-ით ან 50-ით ქალები თავიანთ პარტიულ პროპორციულ სიებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ქალებისთვის უფრო ადვილია პროპორციული სიებით ბრძოლა არჩევნებში. როგორ ფიქრობთ, უნდა ამოქმედდეს თუ არა კვოტირების მექანიზმი? ემხრობით თუ არა? კი, იმიტომ რომ ანუ ქალები უნდა ვიყოთ, რატომაც არა, იმიტომ რომ სულ მამაკაცები ანუ ბიზნესში ვერ იქნება ჩართული. ქალი რატო არ უნდა გამოვიდეს და რატო არ უნდა იყოს, ანუ თავისთვის რატო არ უნდა აკეთებდეს საქმეს? შეიძლება იმან უფრო უკეთესად შეასრულოს, ხო, ეს ყველაფერი დააწესოს რაღაცა უფრო კარგი და კარგი შექმნას, რა იცით? და ამიტომ მე, რა ვიცი, ქალების 30%-ზე მეტი უნდა იყოს უფრო, რომ ანუ ფიქრობ, რომ წელს თუ არა მომავალში მაინც 30%-ზე მეტი ქალბატონები უნდა იყოს. თუმცა თქვენ პარტიას როგორც თქვენ მითხარით 30%-იანი ბარიერი დაცულია. სანდრო, თქვენ ემხრობით თუ არა კვოტირების მექანიზმის ამოქმედებას? ზოგადად არც უნდა გკითხოთ, ალბათ. მე გეკითხებით როგორც პიროვნებას სანდრო სარუხანიშვილს და არა როგორც რესპუბლიკელს, იმიტომ რომ რესპუბლიკურ პარტიაში დაცული არის ეს პარტია. რესპუბლიკურ პარტიაში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის ადამიანი. საქართველოს პარლამენტში ყოველი მეორე, როგორც ვიცი. ათეულში 4 ხალი არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, კვოტირების მექანიზმი უნდა ამოქმედდეს საქართველოში, იმიტომ რომ წახალისების სისტემა, რომელიც არის შემოხებული საქართველოს კანონმდებლობით, არ მოქმედებს იმდენად, რამდენადაც 200 ადამიანის სია უნდა გადასცეს CSKO-ს პარტიამ და შეუძლია ეს 30% ქალისა პარტიამ ჩასვას ბოლოში და არა ანუ დასაწყისში, სიის დასაწყისში. რაც შეეხება კვოტირების მექანიზმს, ასევე ანუ კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს თუ პირველ ათეულში, მეორე ათეულში რამდენი ქალი უნდა იყოს წარმოდგენილი, რიგითობით რომელი ყოველი მესამე განსხვავებული სქესის თუ ყოველი მეორე განსხვავებული. თქვენ ფიქრობთ რომ ეს უნდა იყოს გაწერილი, არა? გაწერილი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ რამე საშუალებას იქნება ის რომ პარტიამ მოახერხოს ლავირება, რა თქმა უნდა, ისეთი პარტიები, რომლებიც არ სვამენ ქალებს სიებში და გვყავს ესეთი პარტიები დღეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე, სადაც პირველი ათეულიც კი არა, პირველი 20-ეულიც კი სიაში ქალი არ ყავს ჩაწერილი, ასეთ პარტიებში მათ უნდა დაევალოთ, იმიტომ რომ ყველა პარტია, რესპუბლიკური პარტია არა, სადაც ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელია და ქალის წარმომადგენლობა აუცილებელია პარლამენტში, იმიტომ რომ ამის შედეგად იცვლება კანონმდებლობა, პარლამენტიც ხდება უფრო მსუბუქი და ქალებს აქვთ სენსიტიური, კი, გრძნობიარე ხდება, იმიტომ რომ ქალებს აქვთ განსხვავებული გამოცდილება. ისინი განსხვავებული
რო ამბობენ ქალი განსხვავებულია და ამას იყენებენ როგორც შეურაცხყოფად ან რაღაცა უარყოფითად, ეგრე არა. კი, ქალები განსხვავებულები არიან, მაგრამ ისინი თანასწორები არიან და არაფრით არ განსხვავდება არც ინტელექტუალურად, არც ჭკუით მამაკაცისაგან. უბრალოდ მათ აქვს განსხვავებული გამოცდილება, რომლის შემოტანაც შეუძლიათ პოლიტიკაში და ნებისმიერ სფეროში, იქნება ბიზნესი, ჯარი, ადგილობრივი თვითმმართველობა, სკოლა, უნივერსიტეტი, ნებისმიერ სფეროში მათი გამოცდილების შემოტანა და გაზიარება შეუძლია, რითაც უფრო მრავალფეროვანი ხდება ის სფერო და შესაბამისად უფრო დემოკრატიული ხდება. თუ გენდერული ბალანსი არ იქნება დაცული ქვეყანაში, ისე ქვეყანა ეკონომიკურად წინ ვერ წაიწევს. იმიტომ რომ თუ ქალების ნახევარი ამორჩეულ ქალთა ნახევარზე მეტი არის ქალი და სამუშაო ძალის ნახევარი არის ქალი. თუ ის არ იქნება დასაქმებული, ესე იგი ეკონომიკურად ვერ ვითარდება ქვეყანა. შესაბამისად ეკონომიკური ზრდა არ მიმდინარეობს ქვეყანაში. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. ვიცი რომ რესპუბლიკურ პარტიას ყავს ქალი ხელმძღვანელი და მე მგონი ახალგაზრდულსაც ქალი ხარ. თქვენთან როგორ არის საქმე თქვენს პარტიებში? კრისტინა, თქვენთან პარტიის ლიდერი გახლავთ ირმა ინაშვილი. დიახ. და ახალგაზრდულის თქვენთან? ახალგაზრდულის არის თავმჯდომარე გიორგი ჭიპაშვილი? დიახ. თქვენთან? მარიამ? ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მახარაძე ყავს. თბილისში ნინო ფროიძე. ანუ არის ეს ბალანსი დაცული გვაქვს. თქვენთან? ჩვენთან საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტიის წარმომადგენელი რადგანაც ვარ. ჩვენთან ეს ბალანსი მეტწილად დაცულია, მაგრამ ლიდერი და ლიდერები განსხვავებული სქესის გვყავს ნამდვილად. მათ შორის საჯარის ორგანიზაციასაც შეეხება ხელმძღვანელობს ბატონი ლევან ვაშალომიძე, ხოლო ახალგაზრდულთას ხელმძღვანელობს ბატონი თედო და რასაკვირველია დაკომპლექტებულია მეტწილად სამწუხაროდ მამაკაცები გვყავს, მაგრამ ახალგაზრდული ორგანიზაცია თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებულია გენდერული ბალანსით. რასაკვირველია მეტწილად. ყველგან თქვენ მითხარით კრისტინა, რომ თქვენთან დაბალანსებულია. თქვენთან ახალგაზრდული ორგანიზაციებში როგორ არის საქმე? ქალები ჭარბობენ, კაცები ჭარბობენ. ხო, ჩვენ შემთხვევაში ბოდიშთან და თავისუფალი დემოკრატები. კაცების უფლებები ირღვევა თუ როგორ შეიძლება ითქვას. ანუ გენდერული კუთხით გოგონები უფრო მეტი ვარან. გასაგები. უფრო მეტი ვარ ვიდრე მამაკაცები და მე მგონი ეს არ უნდა იყოს ცუდი ხო? დიახ. რესპუბლიკურ პარტიაში 30%-ზე მეტი 37% არის ქალი, თვითონ წევრი ქალბატონებისა, ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა ახალგაზრდული საბჭოში 40%-მდე არის წარმოდგენილი ქალი და ასევე 35%-მდე არის ეროვნულ კომიტეტში წარმოდგენილი ქალი, მმართველი ორგანოა რესპუბლიკური პარტიის. თქვენთან თედო? მე საუბარი დავიწყე იმ თემით, რომ ქალთა ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2 წლის უკან, უბრალოდ მან სახე მიიღო კონკრეტულად. რაიონებში ასეულობით ქალი არის ჩართული იმ აქტივობებში, რომელსაც ჩვენი ქალთა ორგანიზაცია, მათ შორის უმრავლესობა ახალგაზრდები, რაც შეეხება ახალგაზრდულ ორგანიზაციას აჭარის და მათ შორის ქვეყნის მასშტაბით. დიახ, 70%-მდე არის ქალი ჩვენთან და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით უფრო გასაძლიერებელია კმედითი ღონისძიებები მისაღები, რომ ამ ქალს, ნებისმიერ ქალს, რომელიც მოდის პოლიტიკაში, ჰქონდეს საკუთარი ფუნქცია. რა თქმა უნდა. არა, იცით რა, თუ ქალს მოსწონს ტორტის ცხობა, მან უნდა აცხოს ტორტი. მაგრამ თუ უნდა პოლიტიკაში მოსვლა და ამის ამბიციის გარდა აქვს შესაბამისი განათლება, არის ლიდერი, არის ქარიზმატული და ასე შემდეგ, ის უნდა შენიშნონ ალბათ პარტიამ აუცილებლად ყოველთვის უნდა იყვნენ მყარ პოზიციაზე ქალები. რომელიც ჩემი მყარი პოზიცია მე დღეს აქ არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ როგორც ყველას უმრავლესობას მეც მქონდა რაღაც წინააღმდეგობები, იქ ძმა არის, მამა არის, მაგრამ აი აუცილებლად ყოველთვის ყველამ თავისი პოზიცია უნდა დაიკავოს და იცვას და რაც არ უნდა წინააღმდეგობა შეხვდეს, თუ ხარ ძლიერი და მე ამბოხე, შენსაც ყოველთვის მიაღწევ. მადლობთ, მარია. თუ შეიძლება ჩემს კონკრეტულ პოზიციას ვიტყვი, იმიტომ რომ ერთგვარად შემიძლია რომ შევაჯამო. დიახ, მე ვფიქრობ, რომ მეტი ქალი არის აუცილებლად პოლიტიკაში საჭირო. დიახ, წინა საარჩევნოდ არ უნდა იქცეს. ანუ კარგი თაობა მოდის და მიხარია. ყველა ერთმანეთს. პოპულისტობაში არ უნდა ჩაეთვალოს, არავის. ჩემი აზრით, მეტწილად განსაკუთრებით ბოღმის ბუკეტისგან შემდგარ პოლიტიკურ ორგანიზაციებში ხდება ხოლმე, რომ პოპულისტური განცხადებები ხდება, თუნდაც გენდერულ ბალანსთან დაკავშირებით და არა მხოლოდ. და ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული ეს არ უნდა იქცეს სახიფათო პათოსად.
აუცილებელია მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში, აუცილებელია დიახ, ტორტი უნდა გამოაცხოს იმ ადამიანმა, ვისაც ამის სურვილი აქვს და არ არსებობს დეფინიცია, რომ ქალმა აუცილებლად უნდა გამოაცხოს ტორტი. ყოველ შემთხვევაში მზარეულები, მამაკაცები ბევრად უფრო უკეთესები არიან და ვინაიდან დრო გვეწურება, სანდრო, რისი თქმა გინდოდათ? ანუ დღეს საქართველოს შექმნილია ის სიტუაცია, რომ ქალებს უფრო მეტი სტანდარტები, ქალების მიმართ უფრო მეტი სტანდარტებია დაწესებული, ვიდრე მამაკაცების მიმართ. შესაბამისად, ეს ხელოვნური ბარიერიცაა ერთგვარი. ეს სტანდარტები, რა თქმა უნდა, მოდის საზოგადოებიდან. ერთ-ერთი მეთოდი არის, ერთ-ერთი საშუალება არის ამ ბარიერის დასამსხვრევად განათლება, როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში. მაგალითად, მე რომ მოვიკითხე ბათუმის უნივერსიტეტში თუ არის გენდერის კვლევები, მე მითხრეს, რომ არ არის გენდერის კვლევების საბაკალავრო პროგრამა. თესეუს უნივერსიტეტში არის გენდერის კვლევების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც 4 წლის წინ ამოქმედდა თუ არ ვცდები. მანამდე არც იყო. მაგას ვამბობდი, მე 10 წლის წინ უფრო სხვა დამოკიდებულება იყო, ვიდრე დღეს. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. აუცილებლად უნდა კითხოთ, მოკლედ კითხავთ ამას. აი, აჭარაში, ზოგადად საქართველოში არასამთავრობო სექტორი არის ძალიან ძლიერი. მათ შორის ჩვენს რეგიონშიც საკმაოდ ძლიერი არასამთავრობო სექტორი არის წარმოდგენილი და უმეტესად არასამთავრობო სექტორს სხვადასხვა თქვათ ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ ქალები ბევრ შემთხვევაში. აი, რატო ვერ ხვდებიან ეს ქალები, თქვათ ეს ბევრი წარმატებული ქალი არასამთავრობო სექტორიდან რატო ვერ მიდის სამთავრობო სექტორში? ესეც ხო ბარიერია. ხშირად მიფიქრია და დღესაც აქ მოვდიოდი ჩემთვის გავიაზრე რაღაცები. ანუ ალბათ თქო ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ ალბათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს და უფრო მეტი თქმა შეუძლიათ ან მეტის გაკეთება ან უბრალოდ იქ ანაზღაურებაზე და რაღაცებზეც ვიფიქრე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი თავისუფლება აქვთ და უფრო მეტის გატანა შეუძლიათ საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ქალბატონებს. ქრისტინა, თქვენ რას ფიქრობთ? მადლობთ, მარიამ. არასამთავრობო სექტორიდან ქალები უმეტესად რატო ვერ მიდიან სამთავრობო სექტორში? ეხლა რისკმა შემიძლია. საერთოდ ქალების უმეტესი ნაწილი, მოდი ესე რა ვთქვათ, 40%-ის ჩავთვლი, რომ ხელფასზე აქვს რაღაც პრობლემა. როგორც აღნიშნა მარიამა, დიახ, იმიტომ რომ თუ ესე იგი არასამთავრობოში არის მაგალითად უფრო მაღალი ანაზღაურება, მიდიან იქ. და ის ანუ არ აქვთ ალბათ არ აინტერესებთ არ უნდათ ის რომ უფრო გაიზარდნონ და აკეთონ უფრო კარგი რაღაცები ვიდრე ანაზღაურებაზე იყოს დამოკიდებული ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ რომ თანხა აქ არაფერ შუაში არა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე რაც ჩვენ გვინდა და რაც ჩვენ მოგწონს, არა ის რომ ანაზღაურება თუ ხელფასი არის მაღალი დავრჩეთ იქ. მე შემიძლია ჩემი მაგალითი მოვიყვანო, მე ძალიან დიდხანს მუშაობდი მოხალისედ, ძალიან დიდხანს მუშაობდი მოხალისედ და არა იმიტომ რომ თქვათ ფულს ველოდიან, კი, ფულიც კარგი არ არის ცუდი, მაგრამ მე ზოგადად მიყვარს მუშაობა, არ შემიძლია ერთი დღე ვერ წარმომიდგენია მუშაობის გარეშე. თომა, თქვენ გინდათ რაღაცის, აი თქვენ ორნი დარჩით და მე ვასრულებთ გადაცემას. მე გეტყვით, არასამთავრობო ორგანიზაციები მეტწილად წარმატებულები არიან და მე ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისთვის, რომ დღეს რა სიკეთეც მოდის, რა სინათლეც მოდის მეტწილად არასამთავრობო ორგანიზაციების დამსახურება, იმიტომ რომ სამოქალაქო თვითშეგნების დონე გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ეს იყო 20 წლის უკან, 25 წლის უკან, პირველი. მეორე, ქალები პოლიტიკაში არ მოდიან და რატომ? პირველი, ხედავენ ძალიან დიდ სიბინძურეს. მეტ ჭუჭს ხედავენ და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს განაპირობებს მეტწილად და არ მემეტება ეს ადამიანები იმისთვის, რომ დღესდღეობით ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც მართლა თავიდან ბოლომდე ჭუჭყიანები არიან, საკუთარი პოლიტიკური პლატფორმით, საკუთარი პოლიტიკური წამსით, გამოცდილებით და ასე შემდეგ, ბინძური გამოცდილებით. ზუსტად ამიტომ მეტწილად ქალები არიდებენ თავს პოლიტიკას და დიახ, 24 საათიანი გრაფიკით მუშაობენ იმის გამო, რომ ჩვენ ახალგაზრდა თაობა და არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობა გავიზარდოთ ისეთ გარემოში, რომელ გარემოშიც არ იქნება ბოღმა, არ იქნება სიძულვილი და ადამიანები ერთმანეთს არ შეჭამენ, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია ეს ყველაფერი და კონსტიტუციური გარანტია, რომ ადამიანს რო შეჭამს, ეს არ შეიძლება. მეტწილად ხდება ხოლმე ეს. სანდრო, თქვენ?
რა თქმა უნდა, კომფორტულად გრძნობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, ნებისმიერი ადამიანი გრძნობს თავს არასამთავრობო ორგანიზაციაში კომფორტულად თავს, როგორც თუ წარმატებულია არასამთავრობო ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, იქ კარგი ხელფასია, კარგი ანაზღაურება, კარგი გარემოა, გისმენს ყველა, არ გახდება პირში, როდესაც ლაპარაკობ. ესეთი ბარიერები, რომლებიც არსებობს დღეს ქალის მიმართ, რომ მოვიდეს ის პოლიტიკაში, ეს სტიმულს არ აძლევს ქალს, რომელიც მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, მან თვითონ გადმოინაცვლოს პოლიტიკაში. არის არასტაბილურობის შეგრძნება და ესმის ადამიანს, რომ ის თუ წავა პოლიტიკაში, მას არ აქვს მომავალზე გარანტია, რომ შემდეგ არჩევნებში ის შეიძლება ვერც მოხვდეს სიაში, იმიტომ რომ მან ის პოლიტიკა გაატაროს, რომელიც შეიძლება დაიცავდეს ქალის უფლებებს, უმცირესობის უფლებებს ან სხვადასხვა უფლებებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციისთვისა დამახასიათებელი, შესაბამისად ასეთი პოლიტიკის გამო შეიძლება პარტიამ აღარ ჩასვას ის სიაში. თუ კვოტირების სისტემა იქნება დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციებიდანაც გამოჩნდება ქალები, რომლებიც მოინდომებენ პოლიტიკაში მოსვლას და არა მარტო არასამთავრობოდან, არამედ პროფესიონალ პოლიტიკოსებიც გამოჩნდებიან ქალები. მე ეს კითხვა იცით რატო დავსვით? იმიტომ რომ სამთავრობო სექტორში, აი ჩვენთან აჭარაში არის მთავრობის თავმჯდომარე კაცი და 4 მინისტრი ყავს კაცი. ანუ საერთოდ არ ყავს ქალი. საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელობს მხოლოდ ქალი, ეს ერთადერთი ქალი არის და აი გადაწყვეტილების მიღები ქალი სამთავრობო სექტორში მეტი არც ანუ უმაღლეს საბჭოში არის ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე ქალბატონი მედია ვასაძე. და მეტი არც ვიცი უკვე სამთავრობო სექტორში კიდევ ვინიღებს ქალებიდან გადაწყვეტილებას. იმიტომ დაგისვით ეს კითხვა საინტერესო იყო თქვენი აზრის მოსმენა ახალგაზრდებო. მე დაახლოებით შემექმნა იმის სურათი იმისა როგორი იქნება ქართული პოლიტიკა 15-20 წლის შემდეგ. საინტერესო წლები გველოდება. იმედია ყველანი მივალთ იმ დროზე ჩემთან ერთად რა თქმა უნდა. და აი 20 წლის შემდეგ საინტერესო იქნებოდა ისევ შეკრება ამ სტუდიაში და ისევ ამ თემაზე საუბარი უკვე გაზრდილ პოლიტიკოსებთან ერთად, უკვე იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც უკვე ქართულ პოლიტიკას გააკეთებენ ჩვენთან რეგიონში და მთლიანად საქართველოში. ეს გახდათ გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. ჩემთან ერთად გადაცემაზე ექსპერტი გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია, პროდიუსერი გურანდა დოლიძე და რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი მუშაობდნენ. დღეს ჩვენი სტუმრები გახდათ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი არ გვეწვია და ამაზე ჩვენ განვაცხადეთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თომა ხალვაში, ახალგაზრდა რესპუბლიკელებს სანდრო სარუხანიშვილი წარმოადგენდა, თავისუფალ დემოკრატებს მარიამ კვანტალიანი, ხოლო საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ქრისტინა პამბა. ერთმანეთს მომდევნო ოთხშაბათს 21 სექტემბერს 17 საათსა და 10 წუთზე შევხვდებით, განმეორებითი ეთერი კი შაბათ 17 სექტემბერს 12 საათსა და 45 წუთიდან მოისმინეთ. ხვალდილიდან კი აიტვირთება ჩვენი გადაცემა ჩვენს გვერდზე რადიო აჯარა G. გადაცემა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IFS-ისა და USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. როგორია ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში? რატომ არიან ქალები მცირედ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში? როდის ამოქმედდება კვოტირების მექანიზმი? რამდენი ქალი მოხვდება პარტიულ სიებში 8 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? რაც გვალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? როგორ ვიზრუნოთ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას? როგორია ქართული მედია გენდერულ ჭრილში? ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად.